ჩვენ ვართ რესტორან ფიროსმანში, სადაც ამბობენ აჭარაში საუკეთესო ხინკალს ამზადებენ. არა, აქ გვაქვს ორნაირი ხინკალი, ერთი ქალაქური, მეორე მთიულური, ვინც არ იცით განსხვავება, ერთი არის მწვანილით, მეორე პირიქით მწვანილის გარეშეა. ერთი უკვე შემომეჭამა, მაგრამ მოდი თქვენთან ერთად შევამოწმებ მაინც. აბა ვნახოთ რამდენი ნაკეცია ამ ხინკალში. მე როგორც ვიცი, ყველაზე გამოცდილ ოსტატებს შეუძლია 21 ნაკეცის გაკეთება. დავთვალოთ აქ. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცოტა არის, იმიტომ რომ წესით ტრადიციული ხინკალი კეთდება 12-13 ნაკეცით. მოდით გავსინჯოთ. კაი, იმედი არ დაიჯერებთ, რომ დანაჩანგრით შევჭამ ხინკალს. არანაირი ჩანგალი, არანაირი დანა ვჭამთ ხელით. აი, ეს არის იდეალური ხინკალი, როცა შენ ბანაობ ბულიონში, მაგრამ მაინც ბედნიერი ხარ. ასე მტერი დაგეცალოთ. ჩვენ გავსინჯეთ ეხლა მწვანილის გარეშე. ძალიან კარგად იგრძნობა ყველანაირი სუნელები, განსაკუთრებით შავი პირბილი და საკმაოდ ძალიან კარგად იგრძნობა სიცხარეც. ცომზე ხო ზედმეტია ლაპარაკი, იდეალურად თხელია. წვენი კი ისეთი გემრიელია, რომ შემიძლია მარტო წვენი მივირთვა. ეხლა გავსინჯოთ უკვე მწვანილით. ყველაზე მეტად იცით რა მომეწონა, აქ მწვანილის რაოდენობა არ აჭარბებს. ამის გამო ცალკე ძალიან კარგად იგრძნობა ხორცის გემო, ცალკე იგრძნობა სუნელებიც. ჩემი აზრით ეს ადგილი ბათუმის კიდევ ერთი ღირსშენიშნაობაა, იმიტომ რომ ეგ წვიმიან ამინდში მით უმეტეს უხდება წვნიანი, ცხელი, ძალიან გემრიელი ხინკალი.